პირველად გახსნას ბავშვი არაფერი არ დაუშვება და შეიძლება დაიკავოს რაღაც რაღაცა იგივე რაღაცა ელიეცა რაღაცა ზოგადად გავაკეთოთ. ამ ბავშვებს აქვს განვითარებული აი უჟახოს ერთი ფიგურა ექნება, ფედერაციას ერთი ფიგურა ერთი იცავს. всё, ესე იგი პოტენციალური სამიზნეა. ლაზერი ბევრი. და ეს გამოგვიყვი, ეს უკვე სპირალის ერთ-ერთი ბოლო ის არის, აქაც მერე აუში მობილურა საშინელი, ლაზერი თანდაუწველი, თანდაუწველი და ელექტროუსველი მობილურა. შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, რაღაცა სწრაფად ვასწავლია, მე რაღაცა შინაარსის წვრილთავი და მე იცება მასტუმებელი, ასე ვთქვათ, ამოცანა. რომ აბა ისე თუ ასე შეგვიძლია ის, აი მაგალითად, ამ შემთხვევაში ეს ორი ფიგურა არის სამიზნე, ორი ორნერი ფიში არსებობს. ამით ჩვენ ვარჩევთ ფიქს. სხვათა შორის ამ აი კიდევ ბაზარი ფიქრი როგორ მოვაჩვენოთ, ეხლა პასუხს ამითი აქცენტ, მაგრამ პატარა პასუხი გავუვა. თუ ამ როლებს წესიერად ხსნით, ხომ და რა თქმა უნდა გაკვეთილი არის ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებელი როგორც ის ამას გინდა თუ არ უნდა მიეჭირო გახოს და ფიქს. აი იმიტომ აი ეს პრობლემები არის აქვს. ის თუ ეს თუ სწორპასუხს ვაძლევთ, აუცილებლად შეავწევთ არასწორ და თანასწორ და შეგვიძლია აუცილებლად უნდა ასწავლოთ ამ ჩახარება იცავს ეს ისტორია ასე აქაც რა თქმა უნდა სამიზნეები ორი ფიში ის არასწორი ფიშის გამო ეს ისტორია და იგივე არასწორი ჩახარების ეს და ეს ხო წინასწარ გახდა როგორც ხედავ უბრალოდ ეს წინასწარ გახდა თქოს მეორე საფრთხეს აქვს ცალკე წიგნი. ეს არ არის ცალკე წიგნი, როგორც ვეუბნები, ეს აქსელერაციის ბრალი არის, რომ ცოტა წინასწარ გახდა შეიტანეს ექსტრაში, იმიტომ აუცილებელია გახლა დღევანდელ არის აუცილებელი. მაგრამ ეხლა გაჩვენებთ აი იმ წიგნიდან ცალკე როის წინასწარ გახდა იქიდან ამოცანებს. ეხლა იქ გადადის ამოცანები. ამ პოზიციაში მოცემულია ნახევარსვლა ლაზერი ყავს ახლოს და ეგეც ერთი. ჩვენ რო ვისწავლეთ ორმაგი დარტყმა, მარტივად, ცოტა თულად, მე რაღაც მასტური ისინი არჩევანი გავაკეთეთ და იქაც მაგრები ვარ ორმაგ დარტყმაში, ეხლა უკვე ვიზუალიზაცია. რომ აი რა თქვა, აქ უნდა ვიყავოთ ლაზერი ბევრი. მეორე ტიპის აი რაც იქარეთ, ნახეთ, აუცილებლად უნდა დაიწეროს სუდი ვარიანტი. ლაზერი ბევრი მე-7, ისე ორი გზა არის, ლაზერი A7 და ლაზერი F5. ლაზერი A7 არ ვაკეთებ ის გამო, ლაზერი F5 კარგი. აი დააკვირდით როგორ აი სიტყვითაც არ მინდა გამოთქვა, ვერ გამოთქვა, რამდენად ჩავიტარებს ესეთი მომენტები, მithumetes რომ ეს ერთი დამუშავება ხდება. ისე რომ შენი აი კიდევ სისხლში ხონდეს, შენი რო გახდეს. და ძალიან მნიშვნელოვანია ასწორ ვარიანტის დაწერაც. სვიდერის ინტერვიუ იყო და კრამინგზე ეკითხებოდნენ და რა დავამახსოვრდაო მაგასთან მეცადინეობის დროს. სვიდერი ყველა ვიცით რაც გემოჭადრაკიც არის, ძალიან სწრაფია ზოგადად, აი ესეთი სწრაფი არის და თქვა რომ ყველაზე მეტად რაც დავამახსოვრდაო არის იყო ის რომ ნებისმიერ პოზიციას რასაც ვცვლით, კრამინგი გვაიძულებდა ყველა ვარიანტის ჩაწერას, რასაც ვთვლით. ყველანაირი ეს განშტოება, ყველანაირი ეს იყო, ну, წარმოიდგინეთ ჯერ რატომ ძალიან გახარებულები იქნებოდეთ. ამით იყო ეს ბავშვები ყველაფერი ჩაიწერა, უკვე გაზრობა, უკვე ხასიათი უჩნდება. თან სვიდერი ყი ასაბულო ისმის საერთოდ ყველაფერს. აი, ამ ბავშვების იქიდან ისედებს ამას, ეს იყო ყველაზე მაგარი, რომ ყველაფერი უნდა ჩაწერა.
აი წინასწარ გაცვლაში და პლუსში ხო აი შემდეგ სამუშაოებში ერთნახევარი სხვა მაგრამ მე ნახეთ როგორ იქნება და თან რა არის კარგი რომ ამოცანებით ძალიან მამაზია საერთოდ თავის გენცანოს ამციაში შეჩვენი ამოცანი რაღაცა გემოვნებით ძალიან სწორი გაათვლით და ეხლა ლაზერ ხაშიძე მაგალითად მეტიალს ლაზერი ჟერვა ეთიკი ავა ჯერ ნახეთ ესთეტიკასაც როგორ ეჩვენა ბავშვები უკან და ლაზერ ხაშიძე პროექტი რა გიგია ამაში გეხმარება ოღონდ ისეთი არ გეხმარება რომ აღზევდიათ შენ კიდე უნდა წარმოვიდგინო ეს და უკვე ლაზერი ჟერვის შედეგი უკვე ხა ეს არის შეიძლება სწორდება მაგრამ ნახეთ საათი და ეხლა ცოტა მე დავწერ პირველ მეორე სამშობლოს განხილვის და ცოტათი გადავხდები ეხლა ისე შეგახსენ მეორე შეფარე კარგად მანუჩეს ისე იგი სამშობლოა ექსტრა პლუსი მიქსი და მე ვარ წინასწარ გახდა და ეხლა წინასწარ გახდას მივოდები კარგად სამშობლოები დავწერ მაგრამ მე მაგალითად გამოიყენებ მე იდეა და ერთი შევწყვიტოთ თქვა სამშობლოების განხილვა და გადავიდეთ წინასწარ გახდის წინსა. სამი ტიპის დაავადებები არის წარმოსახვითი დაავადებები დაფის გარეშე, დაფაზე და დიაგრამები. რატომ მოვწერა პირველი? იმიტომ რომ აი ბოლო გამოცემაში წარმოსახვითი დაავადებები დაფის გარეშე აღარ იყო. მანამდე სულ იყო, მაგრამ მე აღარ იყო. და არ მოგებს ბავშვებს, იმიტომ ეს პერიოდი რაც მე ვიმუშაობდი ამ ციკლით დაფის გარეშე დაავადებები ეს იყო ბავშვებისთვის ჯერჯერობით როგორ აღარ ძალიან ცოტა სხვაობები აი თუნდაც ოთხს მეც არ ვთქვათ ერთი კვირის განმავლობაში რაღაცა მაგრამ აი ძალიან აღარ ის არის მაინც ახალი ფიგურები არის და არ იმუშავებდი და ესე იგი რაღაც მომენტში ეთიკი არ დავალებებს, ხო? ეცადნენ ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი არ მომენტი და შეცვალეს, მაგრამ სიძვენი აზრდენეს სამშობლოების ყველა ესე ეხლა რაზეა აღსავალე, რომ წინასწარ გათვალას ეხლა რომლის საფუძვლზე რომ იწყებ კი მეხუთე წელია, ბოლო აი ის რეგამის, მაგრამ რაღაცა სიახლე შემოდის, ხო? და ხო ვიცით ამ ავტორებს უყვართ წინარე ცოდნასთან და ძველებასთან სულ დაკავშირება და ამბობენ პრინციპში ძალიან სიახლე არ არის უცინეს ადამიანს რომ ბავშვები ისედაც იწყებს თუნდაც ერთწლიანის როცა ხსნიან, ხო? უნდა შეამოწმოს დაშავად ეშავები თქვა ნამდვილად საფუძველი ლეიბლის ახანა ანუ რაღაც მომენტზე წინასწარ მაინც ვთქო მაგრამ საქმე იმაში არის რომ ეხლა ეს მოდის აბსოლუტურად გააზრებულად და რა თქმა უნდა სვები გვერდა რა არის იმისთვის საჭირო რომ ჩვენ წინასწარ დახლა აი ეს ციგნთან მუშაობა წარდგენილი შეუძლია სამი რამე ეს არის დაფის კარგად დაგეგმების უნარი დაფის ხედვა უჯრების დასახელების უკვე სრულად განთავისება და მეორე საფეხურის დონეზე ყოფნა ეხლა თითოეული გამოვიდოთ კონკრეტ დაფის ხედვა რა არის ნუ თუ ვერ ხედავთ პირველი წლის მერე ფიგურა ეკიდება მაშინ არ ეკდება ეკიდება რომ კიდევ უფრო შორსა მე თუ ვფიქრობ ორჯერ ორი რამდენი არის ნუ 12ჯერ ორი ნუ აზრი არ არის კი შეიძლება თითის წვერებზე მიწვდეთ იმას მაგრამ მუშა მეხსიერება მუშაობს აქვს შენი თვითონ ანქია დაკავებული და ეს უნდა იყოს ავტომატურად ეს უკვე გრძელვადიანში უნდა იყოს და მუშა მეხსიერება სხვა რაღაცებისთვის გამოიყენება ანუ თუ ვერ ხედავთ რამე კიდე ერთის მერე აზრი არ აუცილებლად უნდა გესწორდეს და ვცნობდეთ ფიგურის შორის ურთიერთობებას და გაკეთებული ცვლების გავლენა სივრცეში. ანუ მე რო სხვა გავაკეთე, იმან რა შედეგი გამოიღო, რომელიღაც ფიგურა ჩაიგეთა, რომელიღაცა პირიქით გაიხსნა, რომელიღაცა უჯრა დაცული გავხდა, რომელიღაცა პირიქით დაუცველი
ანუ რა შემოიტანა ამ ფიგურამ და რა დაიკარგა ასევე ავსვით ეს ყველაფერს უნდა ვაფიქსირებდით და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ დაფის ხელვარი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშა მეხსიერება სხვა რამებისთვის გამოიყენოს. ეხლა აი ჩვენ ვართ ყველანი მოჭადრაკეები, ხო? ძალიან ბევრს არ გიცნობ, მაგრამ ყველანი ალბათ საზოგადო გამოცდილებით პროფესიონალი, ნაწილი პროფესიონალი და ასე შემდეგ. ჩვენ ვუყურებთ ჭადრაკს, მაინც ვუყურებთ როზ მოთამაშეს თვალით. კი, უკვე გავრცელდა ყველანი ჩამოყალიბებული პედაგოგებად, მაგრამ მაინც ბევრ რაღაცაში ჩვენ ვართ მოთამაშეები. მე მაგალითად საერთოდ არ ვიცოდეს როგორ გამიარა ეს პერიოდი დასმები აღარ მქონდა, დაფისხების მომდე რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე ჭადრაკის, სულები ვისწავლე 9 წლის ვიყავი, მე სანამ მასწავლებელი რაღაც კიდე დრო გავიდა და ასე შემდეგ. მაგრამ არ ვიცოდეს, როგორ გამიარა არ ვიცოდეს. ეს ცუდია რაღაც მომენტში, იმიტომ რომ მე ვერ შევდივარ იმ ბავშვების მდგომარეობაში, კარგად ვერ შევდივარ. ეხლა რაღაცა წარმოგიდგენთ რომ შევიდე, მაგრამ კარგად ვერ შევდივარ. და ეხლა მე ამიზიაროთ ჩემი გამოცდილება ჩინურ ჭადრაკთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა მეგობარმა ვასწავლა მე და ერთ მასწავლებელს კიდე ჩინური ჭადრაკი თუ ვასწავლა რა კიდე რა 15 წუთიანი გამოცდილება და დავიწყეთ თამაში მე და იგი გოგო. აი მუშა მეხსიერება რომ ეხლა მუშა მეხსიერება გავათავისუფლოთ რაღაც აიას. ეს ყველგან რა ხდება ჩემ მუშა მეხსიერებაში. ინანა დავუწყე. ჯერ ესეთი ისიც კი არ არის ჩემ ჭადრაკში რომ იეროგლიფები თქვა ერთი დეკიბრის თეთრის და შავის თუ იყოს ერთიანი. მარტო აი ბოლო ორი ეხება ერთად ბოლო ორი კუთხეში. დანარჩენები სულ სხვადასხვანაირად. ესე იგი სხვა ჯერ ხაზებზე სხვა კეთება. მე უნდა გავიხსენო ესე იგი რა ქვია აფიქრებს, როგორ გადის, რას იცავდა, ეხლა რაც ემუქრება. სხვებთან ურთიერთობა შეიძლება თითო სვაზე მიდიოდა არცი რა და რა ერო. და თამაშობ და თან ფიქრობდი რომ მე აი სულ აი ბავშვების იმაში შევძვები ასე ვთქვათ მე ჩემი ამასოს რა ხდებოდა. და აი ამ თამაშით რომ ჭადრაკთან ახლოს არის ხო? ამ თამაშით მე შევედი იმათ ტალში ასე ვთქვათ და კარგად გავიფიქრე რას ნიშნავს ეს. მე ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და იმ ხრივ რომ ბავშვებზე ყოველთვის ბრაზდებოდი ასე ვთქვათ რა, როცა ეს გამე ემართებოდა. ასე ვთქვათ ქართლის გვარის და მიხმარესება შემოგვე შამათა. ანუ შამათა ჩავუსვი და ვერ მივხვდი რომ შამათა. რამდენიმე ესეთი ყოფილა ბავშვები ხო შამაცვავენ და მეორეც ფიქრობს, ესეც ფიქრობს და ისა. ნუ ბრაზდები ხარ, ბრაზდები წავშვა, ბრაზდები ხოლმე, იმიტომ რომ იმაში ხო გაზრდები ხო გაზრდები იმას როგორ ვერ ხვდები რომ შამათია ან დაго რატო ვერ ხვდები ისე იმიტომ რომ მუშა მეხსიერება იმდენი რამე დაკავებული რომ ის აი სულები იმდენად გავთავისებთ აი ეს გეომეტრია იმდენად გავთავისებთ ის მიწევდა თავიდან რომ ეს იმასუდეს ეს ამასუდეს იქ გადის თუ არა გასაშე. ეხლა მოჭადრაკება და უკვე ილუსტრაცია ამას თამაშობდი ამბავს, მაგრამ იმდენი რამე თავდაკავებული რომ ისე შემოიხა კი ვიცოდი რომ უნდა ვიცი რომ ფიგურები წავყავდი აი ეს მეფის სასახლე არის აი შუაში რომ ჯვარედინი არის მეფის ჭადრაკში თავის სასახლის დატოვება არ შეუძლია. ჩვენ და რომ ბოლოს გავუწვის ხო თავის ჯარს ეჭვში აქ სასახლის დატოვება არ შეუძლია. ანუ ვიცი რომ უნდა მაგრამ როგორ შემომეჩება ის მომენტი არ არის სხვა გავაკეთე ისე ვიცი კამერა ესე ის იმას უდევს ეს ამას უდევს და ცოტა კიდე რომ მოეცადა ალბათ მივხვდები რომ თავიდან ზუსტად ეს ემართება ბავშვს თუ ამიტომ არის დაფის ხელვა ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავიხსენო იმიტომ რომ რაც ამიქითხა რომ ძალიან დიდ ხანს ვარ არის აი ეს საფუძვლის ჩადება და რაღაცა ასე შემდეგ. აი ამ საფუძვლს მეგობრებო, აი
ის რაღაცეები მე ძალიან ავტომატურად იყოს, ძალიან სწრაფად გამიფარდეს და მუშა მეცნიერება ჩვენ გამოვიყენოთ აბსოლუტურად სხვა რაღაცეებს. უფრო რთული დავალებებისთვის და შეეცავით არ ვფიქრობ, ეს რაიმონდია გამოსცემო, ეს რა ფიგურაა, ეს რა ფიგურაა და ასე შემდეგ ვინ როგორ არის და ასე შემდეგ. აი ძალიან გამომადგა ეს სულ ერთօრთია, მაგრამ ძალიან დამახსოვრებელი დათოლის უსუსურად ვიყავი. უსუსურად იმასთან მიმართებაში რომ ახლა ჭადრაკს მაინც თამაშობ და რაღაც მაინც გიგავს ჭადრაკს. ანუ დაფრთხილება არის აუცილებელი. მეორე მომენტი ეს არის უჯრების დასახელება. უპრობლემო უკვე აი ამ დონისთვის უჯრების დასახელება უკვე ძალიან კარგად უნდა იყოს. რა თქმა უნდა ორდინატორების შესაძლებლობაში კაცების უკვე ძალიან კარგად უნდა იყოს და არის საინტერესო. თავიდან დახსოვს ჩვენ ვისაუბრეთ რომ ისრები ხდება სვების აღნიშნა. ამას სხვადასხვა აქვს კიდევ დამატებითი დარღვევა. ეს არ არის კომპიუტერო, აი სხვა გამოსავალი არ არის, რაღაც სხვას ვერ წერე, ამიტომ ის არის და მარტო ეს არის. სოდირი არის, რომ ზოგადად აი კარგად თავში რომ რაღაცა ჩაგვეჭედოს ასაკად არაცნებულად ვამბობ და ასე შემდეგ ჩვენ ძალიან კარგი აქვს მაგული სხვადასხვა ეტაპებს. მათ შორის მოტორიკას, მათ შორის ხელით მოძრაობა იქნება, შემდეგ ასკით გადაყვანა იქნება, შემდეგ მაგალითად უბრალოდ თვალებით გაკეთება სვლის, თუ მერე უკვე თავში გაკეთება, მერე უკვე დახოჭული თვალით და ისი გაკეთება, ამ ეტაპებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საერთოდ გარემოში ნებისმიერი ფსიქოლოგია იქნება პედაგოგიკის იქნება ვაიყო, იქ ნახავთ, რომ რაც არ უნდა იყოს ჭადრაკზე არ არის გამოსავალი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ისრებსაც კი დასაწყისში აქვს თავისი დაფრთხილება. მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე კი აი ესე იგი თვითონ გადასცემს ინფორმაციას. მაგრამ ამ მომენტისთვის ხომ უკვე ზოგადად რომ წინასწარ გამოვიდა მივდივარ, ის შემთხვევა არ უნდა იყოს, რომ ბავშვები იფიქრონ, მე ამას გავაკეთებ, მე ის იმას გავაკეთებ და მე შეგვიძლია ავიღო. უნდა თქვას, რომ უკვე სულებით ვაპარაკობს. მაგალითად, კუკლას აშვით ქიში, ხო? იქ მე ვოკალი პარიკი, მე მანეფერობა, მე ხედავ ქიში უთხარო, მე ლაზერი ჩამარჩო, დავიმხე, უკვე არა. უკვე უნდა იყოს ყველაფერი უჯრედი. ესე იგი, რა ვთქვით, დაფრთხილება უჯრების უკვე კარგად ცოდნა და მესამე არის მეორე საფეხურის დონეზე ყოფნა. ეს არის ყველაზე გაუგებარი რამე. იმიტომ რომ თვითონ ავტორები ამბობენ, რომ ეს ძალიან არასწორი აღწერა ზოგადად, იმიტომ რომ იმის გარკვევა შეუქმნა მეორე საფეხურის დონეზე, ეს ძალიან რთული არის. რას ნიშნავს ეს? აი, სერტიფიკატის ხობა შესაბამის დონეს ნიშნავს, თუ არ ნიშნავს. ანუ მასწავლებელსაც უნდა ესწროს, რომ აი ეს უნარები, რაც მანამდე და განვითარებოდა ბავშვში, ხო? იმან უნდა იყოს. თუნდაც ის უნარი, რომ ბავშვი წინასწარ ორსვას უკვე ითვლის, ხო? და მასწავლებელს ეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს, უნდა იყოს, რომ ორი სვიხცი კარგად ითვლის თუ არა. გაინახავს, ეს უნარი თუ აქვს, იმას უკვე გაინახავს პრაქტიკას. ამას თავარი ის არის, აი ესე რომ მოჭადრაკეა და ნებისმიერ სამუშაოს შეძლებს, თუ მოჭადრაკის უნარები აქვს და განვითარებული. იგივე არის აქაც. მასწავლებელს უნდა ესწროს რას აქვს პრიორიტეტი ზოგადად. ეს არის აი ეს ზუსტად უნარები, რაც უნდა გქონდეს განვითარებული და ზოგადად სათამაშო ძალისწრება ბევრი ფაქტორის ცნობებას წარმოადგენს და ცოდნა ნამდვილად არ არის მათ შორის უმთავრესი. ესეც აუცილებლად უნდა გვესწროს. ჩვენ ვძდით პრაქტიკოსებს. თუმცა თეორიის გამო. პირველი ზუსტად ეს არის თეორია plus პრაქტიკა. ბავშვები ფიქრობენ ისედაც, ხო? ნებისმიერი სვლის წინ ფიქრობენ. მაგრამ არის თუ არა წინასწარი გაფრთხილება. რა განასხვავებს ფიქრს გააზრებული ფიქრისგან? ფიქრი არის რა მინდა მე და ბავშვისთვის ეს არის სულ აუცილებლად მაინც ფიქრობს, რომ მე მინდა აი მას იქნა მივიდე გრძელი გემები აქვს გაწოლილი. მაგრამ თქვენი მოკალაში არ შეგვიძლია მარტო იმაზე ფიქრობენ რა მინდა მე
is egoism არის მომავალი ზოგადად როდესაც მარტო შენ შევეძებ იყო. გააზრებული რა გამინდა მე პლუს მეტოდი შესაძლებლობის გამოყენება. აი აქ ვიზრდები უკვე თორე ის ისედაც ბავშვებს უწევსი აქვს. და წველა უნდა სულ გამახვილოს ამას ყურადღება და ხელი შეუწყოს. მაგალითად არტიას არჩევს, აი ისევ, აი შემდგომი პრინციპი რაც პოზიციებია, აი შეუძლია უცეოთში შეფრობის გაკეთება, აი უბრალოდ საერთოდ უცეოთში პარტიის შანტაჟი. უსაფრთხოა ფერდეუსი ახანა, ანუ აი პატარა თქვენთან ეს მოდელი რა უნდა გამოიხარდება, ის კი არა რომ აი ახლა ეს თემა მაგდა, ახლა ამ თემას გავდივარ. თქვენ წინასწარ გესმოდით რას უვითარებთ და ამაზე მიდის მერე მუშაობა. არა უშუალოდ იმ წუთში ეხლა მიგავიწყდეს ეს თემა თუ არა, ჩააგდეთ ეს შეკითხვა. ყოველთვის ჩააგდეთ, იმიტომ რომ ეს არის რაც უნდა გამოიხაროთ ბავშვებს. ეხლა წინასწარ გათვლის პროცესში არის სწავლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქრის პროცესს და მსჯელობის გავარჯიშებას. რომ აი თუ ამას გავაკეთებ, ანუ რაიმ სვასთასაც გავაკეთებ, მე ის მოხდება. ანუ ისე რომ მე ამას გავაკეთებ და ამას და ამას. არამედ ამას გავაკეთებ ის მოხდება. ამის ახსნაც ხდება ძალიან მარტივ დონეზე, აი ეს მარტივი მაგალითი პეტრი და პეტრის წინააღმდეგ. რომ ედიცეურის თამაშები და აქტუალიზება სხვადასხვა შემოწმება. როგორც ესე ბავშვები უყურებენ ხედავენ რომ ვა მე თვითონაც მე მიწას აპოზე. ეხლა წავალები ხარშის და ერთი ხარშვას და ჩავხო შავს. იცი ფიქრი რა მინდა მე. მაგრამ ერთი ხარშიძებო შავის ვარი და შავის მეცეცი ხარშები ამას რა აკეთებ. და ზუსტად აი ამ მაგალითით იწყებენ მე გამშავლებას იმის რომ აი როგორ უნდა მოხდეს წინასწარ გათვლა და მოდი თქვენი მოწაიგეთ წინებში რომ თქვენ მაინც უნდა წაიგეთ მეგობრებო აი ეს პრეზენტაციის რაც იქნება არ ნიშნავს რომ ყველაფერი გამოვიცით ეს უბრალოდ ზამთრელი უნდა იყოს თქვენთვის იმისთვის რომ წაიგეთ ის წინები და აუცილებლად არ გამოვიდეთ პირველი ნაწილი სადაც გზელი პრობლემული ნაწილი არის. იმ ნაწილის წაკითხვა შეიძლება რამოდენიმეჯერაც კი მოვიწვიოთ. ასევე თქვა იგივე ტიპის დავალება, შემდეგ აქაც ართულებენ. ფიგურების რაოდენობას არ ცვლიან, მაგრამ ართულებენ. მარტო მეტრიკა არასწორად, ან მარტო მეტრიკა არასწორად. აქ ნახეთ, ბავშვისას ერთი შამათული ნასწავლი აქვს. არც ეს ვიდეოს თავისუფლებზე არც მე. ანუ თითქოს შამათი ძალიან შორსაა. იმ ნიმუში კრიტიკას მიშოური არის. მაგრამ ისე რა თქმა წინასწარ გასვლისა რეფერენდუმში მოდით ამას არ შეგაყოლოთ, ეხლა როგორც და რაღაცა გავებინოთ, იგივე სიტუაცია არის. აქ არც მეფედას თავისუფლებას არც ერთი, მაგრამ ისე წინასწარი გასვლის მომენტი და ამ ტიპის სავარჯიშოს განხილვა სადემონსტრაციო დაფაზე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წინდება კიდევ მეორედ რომ ჯერ ესეთი მსჯელობა ყავიდება. ბავშვებმა უნდა ისაუბრო, აი აღნიშნო, ვა ამაზე ეს არის, ამაზე ეს არის, აი ეს უნდა გავაკეთო, რომ სიტყვიერად გადმოცემენ ძალიან კარგი არის, ძალიან ეხმარება თვითონ მერე აღქმაში. ამას შეგიძლიათ თქვენ აიკითხოთ. ხო, და ეხლა მოვედით ესე იგი წინასწარ გახდის ფაზებზე. ეხლა რა ფაზები აქვს წინასწარ გახდის? პირველ რიგში ჩვენ უნდა ვესმოდეს, კარგად ხედავდეთ პოზიციას, რომელიც წარმოიქმნება ბოლოში. აქ ამის განსაზღვრება არის ეს ფოტო. ანუ ბოლოში რაც წარმოიქმნება, იმას კარგად უნდა ხედავდეთ, ფიგურები არ დაიწყოს არეული და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრი ბავშვი ზუსტად იმაზე ჩერდება, რაც ფოტოზე და მე არ არის. ჩვენ უნდა აუხსნათ ბავშვებს და ვასწავლოთ ფოტო ამბობდათ არის ფილმი. იმიტომ ის არ არის მხოლოდ ფიგურები, რომლებიც განაერთებას. იქ რაღაცა ფილმი, ვიღაცა რაღაცას ემუქრება, ვიღაცა რაღაცას იცავს, ვიღაცა რაღაცას კეთავს და ასე შემდეგ. ანუ ფოტოსთან ერთად ჩვენ უნდა ასევე ფილმი წარმოვიდგინოთ,
ვიყავდე, ფილმი, რომ იმ პოზიციაში აი რაღაცები რომ გადააგვიდა რა ცვლილება მოხდა პოზიციაში, რა რასე უხდება ბოლოს, ძალიან შეფასებულ და ბოლოს მოზე რაღაცას ხოვე და რა თქმა უნდა შეგვეძლოს შეფასება, ბოლო პოზიციის შეფასება. ნუ ჩვენ ახლა ავთხოვ ბავშვებს რაღაცა ძიმე შეფასებების გაკეთებას, როგორც წესი შეფასება გასაკეთება ძალიან ძნელი არის, იმიტომ რომ მატერიალის მოგებასთან არის დაკავშირებული ამ დონეზე, ან შავ. ან ფოტოფილმის შეფასება, ესე იგი ფოტო არის ვის ალოცინებს ამ ძიგახება პოზიციის ხედვის დაკარგვის გარეშე წარმოიქმნება ფოტო, მაგრამ ფოტო განახვა არის საკმარისი მნიშვნელოვანია ფილმი. და აი თუნდაც აი პირველი სასწრაფო პოზიცია რო არის და ეროტიკის ვახო, რამდენი შეიცვალა, ეხლა ეს ამასეს საკუთრივ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისე ჩვენთვის მინუსი თუ სხვა პოზიციებზე როგორ უნდა ისაუბროთ. მაგალითად, E2 გადავისვლა, E4 დაკავებულია. გაიცეთ E4 აპოდოლებს E+-ს და E+-ს, რომელიც ახლამდე არ იყო პოდოლებში. კუდალაზერი გაიცა. მე-4 ხარ ჰორიზონტალი და აი ეს ორი დიაგონალი რომელიც იკვეთება, ცოტათი უფრო ჩაიკეტა. E4 აი გამოცველი. და 20 სულის მაგივრად სადასაწყისში უკვე 30-მდე გაიგრძელდა სვების რაოდენობა. უინტერესო პოზიცია არის, სადაც საწყისი არის, მაგრამ უბრალოდ მაგალითად. ანუ ერთი წლის მერე თქვენ შეგიძლიათ გადაფრთხილების კი მოაწოდოთ, მაგრამ უბრალოდ ნებისმიერ საინტერესო პოზიცია აიღოთ და სხვა კარგად შეუჩერდეთ კიდევ უმეტესია პოზიციას და თითოეულ წლის მერე ბავშვმა ნიშნულო რა შეიცვალა, რა მოხდა, რა ისტორია გამოვიდა ამ შემთხვევაში. და ბოლოს საერთოდ შეფასება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ეს არის დიდი პრობლემა, რომ ბავშვები რაღაც ვარიანტს გეუბნებიან, თუნდაც შეიძლება 20-იანი, 5-იანი იქნან, მაგრამ ბოლოს გეუბნებიან, მას ეს კარგია? ანუ ერთ შევაფასოთ, ბევრი ვარიანტი კარგია თუ არ არის კარგი, ამიტომ ფაქტობრივად მევაწვე ბოლო დასწრებს. რა თქმა უნდა, შეფასება შეგვეძლოს და სამივე პუნქტი აი ეს მნიშვნელოვანია და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შეიძლება ამის გავარჯიშება. და მაგალითი არის თბილისის მოყვანილი, აი ამ შემთხვევაში არ გახსნით წინა მაგალითები, მხოლოდ ამას ვიტყვი, აი მაგალითად როგორ იცვლება ფოტო, ხო? აი ამ შემთხვევაში პირველ დიაგრამაზე ეგვიპტეას ვსვლა, ანუ ყველა საყვარელი არ შეიძლება ეგვიპტეა, ეგვიპტეა სულ თავში შეიძლება თუ შევიდეთ ეგვიპტეას, ყველაფერი კარგად არის, თუ კუდელას ავყან, ფილმი შეიცვალა, უკვე ეგვიპტეა და თუნს და ფიგურას ვაგებ. შემდეგ ვაწყობ მეორე პოზიციას, აი ფიშერს გითხარ, რომ ფიშერს გამოყენებული ეს იდეა, პატარა რაღაცა შეცვლის და რომ გასწორებაა სხვა შორის ვიღაცამ შეკითხვა დავუსვა, რა საერთოდ ფიშერს და ამ საფუძვლებს თუ რა განსხვავებს. განსხვავება ყველაფერი. ფიშერის საერთოდ მეთოდიკა, როგორც იგი ჩამოყალიბდა, უბრალოდ აი ამ ტიპის დაავადებები არის და ფიშერს აღარ ეს მიმდინარე ზუსტად გააზრებულობას. შეცვალეთ ცოტა პოზიცია, ეხლა ეგვიპტეოზე კუდელო აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ ედრიე ხუთი არის და უკვე ამ შემთხვევაში ეგვიპტეოზე ეგვიპტეო არის გადასვლა, იმიტომ რომ ეგვიპტეოზე არის შავი. ეს მხოლოდ თუთელების არის, ეს ბავშვების პოზიცია. უბრალოდ თქვენ რომ ფილმის იდეა კარგად გაიგეთ. შესაძლებლად ეხლა ცოტა მესურვები. რამდენი ხანია რაც? 45 არა. უთხმეტი დავუშვა. აი, სადღაც არა. არ არის. დაიგეთ. მე გავარჯო. მოდი გადავახტო რაღაცა. ეხლა მინდა გაჩვენო ადრე
ნახევარამდე სად შემდეგ მეორე 5 ნახევარამდე შეგვიძლია. ამიტომ შეგვიძლია 5 მინუტი გადავაცემთ ეს არის ძალიან კარგი ზოგადად აი ყველაფერს გამოგარებისთვის შეშედებით და ერთით ახლა ადრე როგორი დაავადებები იყო კიდევ აი ნახეთ რამდენიმე ეს რაც ჩამოწერილი მაქვს ერთი დაავადება სხვადასხვა ტიპის დაავადებები აი ნახეთ რამდენიმე რაღაცა დაიმკვიდრეთ უსაფრთხოდ შამათია თუ არ არის შამათი აი ეს ძალიან კარგი არის ბოლოს წინა ლაზერებში და მხედარი ესამი ერთად გამოჩერს საკონტროლებენ ანუ აი ამ ყველაფრის გავარჯიშების მერე ბავშვს აქვს ასწავლელი ხედვა და ზოგადად და ფიგურების ურთიერთობების გზნობა ადრე იყო ესეთი დიაგრამა ადრე იყო ესეთი დიაგრამა ნახეთ ძველი ლაზერი გაშუქ იგებენ თუ არა შავი აი საბავშვო ბავშვი თითქოს ხედავთ მესამეზე ლაზერის ნორმალური პაიკება მეორეში მესამეში ეტრი უსაფრთხოა თუ არა ადრე იყო ეს როდი თავგადასავალი მაგრამ ნახეთ ძალიან ყველა მაგალითად ვიყიდები ისეთი ისე მაგალითად ისე ხო არის მომწონებული გამიშვა ლაზერიც იყიდია ეს თუ არა წინასწარ გავაკეთო ლაზერი იყიდია თუ არა და ასე შემდეგ აი ეს შედარებები ნახეთ ლაზერი დელუხი ეგ მიგებ აი ეს თუ არა ერთ შემთხვევაში ერთია მეორე შემთხვევაში ერთია განსხვავება არის დიდი, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ერთი ქიში არის და არ მიგებ ბაიქს და მეორე შემთხვევაში არ არის და მიგებს ვაგებ ბურსას. ასევე არის, მაგრამ მხოლოდ ასამი და აუგაინში არის განსხვავება. მაგრამ ერთ შემთხვევაში ყუეოთხი იგებს, მეორე შემთხვევაში ყუეოთხზე ლაზერი ასამი არის სვლა. ეხლა როგორც ვიგითხარით, უფრო გართულებულია. ის კი არ არის, რომ ლაზერი აშეცი იგებ პაიქს თუ არა. აქ არის ლაზერი აშეცი, ლაზერი ჟერის და მეორე უნდა იყოს სვლა. ყველაფერი არის გართულებული. აი ეს მომენტი აუცილებლად სწორი რა არის და არასწორი რა არის, ბავშვობა დააფიქსირო. ესეთი ტიპის დაავადებებია, ნახეთ, როგორც საინტერესოა. ხან პირველი ორი ნახევარსვლა მოცემული და ჩვენ მეორე სვლა იყო. ხან კიდევ მეორე ნახევარსვლა არ არის მოცემული. და ჩვენ უნდა განსაზღვროთ, რომ ლაზერი კაშკიზის შავება რა უნდა ითამაშო, რომ ლაზერი წეული იყოს შავი. აი მაგალითად ლაზერი კაშკიზი შეერთებით გავიდეს ლაზერში, მაშინ არის მხოლოდ ლაზერი შავი. წარმოუდგინეთ, როგორ მიხარებს ეს ყველაფერი შამათის. და ზოგადად ორიენტაციის, ნავიგაციის და ასე შემდეგ თემატებს. ნახეთ რამდენი ნახევარსვლა. თან მაგალითად არის ძალიან მიმონებიანად არჩეული მამაზი მაგალითად არის ძალიან. შემდეგ მატერიალს ვიგებთ თუ არ ვიგებთ მაგალითად. აი თუ კუბესამი ლაზერი ექნება. მაგალითად მეორე პოზიციაში ხო? ყველაფერს დავარქვა. უდევს რა ხდება ლაზერი ექნება. შექმნილი საფარშავათის მუქარა, ასევე დაგემარება. CO4 აორზე. რაობს ხოლმე გააკეთა. შექნება რომ შავათი ჩაისვას. და ჩქარწავა სამხოთი შავათი. შამათის მარშრუტი. აი რა უნდა იყოს პირველი და მეორე სვლა, რომ მესამე სვლაზე იყოს ფუძელის შამათი. აი მე ხარი ამის აქვს ბავშვებს კი არა, მეც კი ხარი რომ ჩვენი სამყარო ადრე და აი ძალიან ხალხო გავაკეთე. ნუ შემდეგ არის ეს მარშრუტებზე გადავახდეთ අපროფესიონალს ნახავ და სულ რასაც გაჩვენე ერთი რეგიონის დავალებას აღაჩვენე. ყველა დიდი დავალება მაქვს შეკრებილი. და
პარტიები, პირველი სვებიდან შეგიძლიათ დაფინით ფიგურებით, შეგიძლიათ ფიგურების გარეშე წამოვიდეთ. ანუ, აი მაგალითად ორმაგი დარჩის დამუშავება როგორ ხდება? სამუშაოებში საბაზისო დონეზე ვიგებთ ცოტა ფიგურები, ექსტრაში მეტი ფიგურები, წინასწარ დაფინით და სწორი არჩევით, პლუსში კიდევ უფრო ორიგინალური სიტუაციებია მეტი შინაარსი, მიქსში ორმაგი დარტყმა აურიელი ყველა სხვა თემებთან და წინასწარ დარტყმაში საბოლოო წერტილი რომ იგივე თემას ვსწავლოთ უკვე ვიზუალიზაცია. სიჩუმეა არაერთო სცენარი აღარ დააიწყო. ეხლა ორი ფიგურა არის
თავისებური, რომ აი ამოდენი უჯრედა ვაკაბოთ და ეს ყველა ფიგურები სასაზღვრო არის მე ლაზერი და უედა ხედავ და ასე შემდეგ. ეს არის კიდე საინტერესო ყველაზე ნაკლები მიღებულები ჩავთ. მოდით მაგრამ იქნებ მოვიფიქროთ აბა ანუ უნდა ჩავსვათ ყველაზე ნაკლები მიღებულების ფიგურები. მაგალითად შამათი აქვს შეძლო ლაზერი და პაიკითაც, მაგრამ არის 10 ქულა და თუ არის თუ ნაკლები მიღებულები ჩავთ. აბა ვინ ნაკლები? აუქციონზე არის ვინ და 4 პაიკი. რამდენი? და 4 პაიკი. და 4 პაიკი გამოდის 7, ხო? კიდევ უფრო ნაკლები არის? ხედავ ერთ-ერთი მეფეში 3 და 5, აი როგორ გავაცნობ. პაიკს როდესაც ხედავ. არა, უნდა დასვათ. უნდა ჩასვათ ფიგურები. თეთრი ფიგურები, შავი ფიგურები. 7 პაიკი 3 პაიკი და მაინც უნდა მოდით რომ